განათლების მიღება შენი უფლება. საქართველოში ყველა ბავშვს აქვს უფლება ისწავლოს ისე, რომ არავინ დაჩაგროს და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. ამ ვიდეოში გიყვებით, როგორ არის დაცული ეს უფლებები და რა გზები არსებობს ბულინგისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს სხდომა უფასო განათლებაზე. ეს მოიცავს როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო განათლებას. მშობლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ბავშვის სკოლაში სიარული. დაუშვებელია ბავშვის დასაქმება სკოლის ნაცვლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, მიუხედავად მათი რასის, სქესის, ეროვნების, რელიგიის, ეთნიკური კუთვნილებისა თუ სხვა ნიშნისა. მოსწავლეებს უფლება აქვთ ისწავლონ როგორც სახელმწიფო, ისე მშობლიურ ენაზე. სკოლა არა მხოლოდ სავალდებულო დაწესებულებაა, არამედ ის უნდა იყოს უსაფრთხო და კომფორტული სივრცე ყველა მოსწავლისთვის. თუმცა სამწუხაროდ ხშირად ხვდებით ბულინგის შემთხვევებს. ბულინგი არის განმეორებადი აგრესიული ქცევა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერი შეურაცხყოფით, დაცინვით, ფიზიკური ძალადობით, სოციალური იზოლაციით ან ონლაინ შევიწროებით. მაგალითად, როდესაც თანაკლასელები დასცინიან მოსწავლეს მისი გარეგნობის, ჩაცმულობის ან აკადემიური მოსწრების გამო, ეს არის ბულინგი. ბულინგის პრევენციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სკოლებში მოქმედებს მანდატურის სამსახური. მანდატურების მიზანია წესრიგის დაცვა, კონფლიქტების მოგვარებაში დახმარება და ბულინგის პრევენცია. მანდატურები ვალდებული არიან ჩაატარონ საგანმანათლებლო კამპანიები და თვალყური ადევნონ, რომ არავინ გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინკლუზიურ განათლებას. ეს ნიშნავს, რომ სკოლა უნდა მოერგოს თითოეული ბავშვის საჭიროებებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური პირობები, რათა მათაც შეძლონ განათლების მიღება თანატოლებთან ერთად. თუ თქვენ ან თქვენი მეგობარი გახდით ბულინგის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არ ხართ მარტო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ რთულია მასწავლებლის ან სკოლის ადმინისტრაციის იმედი გქონდეს, არსებობს სახალხო დამცველის აპარატი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ საკითხზე. სახალხო დამცველის ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და თქვენ შეგიძლიათ ანონიმურად მიიღოთ კონსულტაცია ან განაცხადოთ დარღვევის შესახებ. კანონი იცავს იმ ადამიანებს, რომლებიც განაცხადებენ დისკრიმინაციის ან ბულინგის შესახებ. სკოლებს აქვთ ვალდებულება დაამკვიდრონ შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის კულტურა. ეს გულისხმობს, რომ მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთად შექმნან გარემო, სადაც ყველა ბავშვი თავს გრძნობს უსაფრთხოდ და დაფასებულად. განათლების მიზანია არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ პიროვნების სრულფასოვანი განვითარება. სკოლამ უნდა ჩამოაყალიბოს ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოლიდარობის და თანასწორობის იდეები მოსწავლეებში. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ უკეთესი სასკოლო გარემოს შექმნაში. პატივისცემთ განსხვავებულ აზრს, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიყოთ მგრძნობიარენი სხვების საჭიროებების მიმართ. მხოლოდ ასე შევძლებთ შექმნათ სკოლა, სადაც ყველა ბავშვს შეუძლია ისწავლოს და განვითარდეს თანაბარ პირობებში.